ნიკოლოზ ხატიაშვილი ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი ყოფილი დიპლომატი. მოგესალმებით ნიკოლოზ, მადლობა სტუმრობისთვის. ცოტა ხნის წინ ნახეთ შალვა პაპუაშვილის ანგარიში იყო ოცნების პარლამენტის საქმიანობაზე და ეს მთელი ეს პერიოდი ძირითადად დაეთმო დასავლეთის კრიტიკას პრინციპში, რაც არ არის ახალი, განსაკუთრებით შალვა პაპუაშვილისგან, რომ თითქოს ისინი ახლა ბრიუსელს აკისრებენ მთელ პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ ბრიუსელმა უნდა გააკეთოს რაღაც იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გამოსწორდეს. არ ვიცი რა ნიშნავს ეს ბრიუსელზე გადაბარება ამ პასუხისმგებლობის, მით უმეტეს, როდესაც გვესმის ყველა კრიტიკა და კონკრეტული კრიტიკა ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ რა უნდა გაკეთდეს, რომ იქ ლაპარაკია თუნდაც იმ რაღაც რეპრესიული კანონების უკან წაღებაზე, რაღაც ანტიევროპული რიტორიკის შეწყვეტაზე და ასე შემდეგ. მაინც რატომ იქცევა ასე ქართული ოცნება პირობებში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით რა არის ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობაზე და ასე ვთქვათ, კონკრეტულ გაწერილ გეგმაზე, რომლის შესრულების შემდეგ ხდება ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან იმ სტანდარტების მიღწევა, რაც გაწერილი ამ სამოქმედო გეგმით და რაც საბოლოოდ ლოგიკური დასასრულით წერობით სრულდება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ინტეგრაციის პროცესზე და გაუარსებულ ურთიერთობებზე ევროკავშირთან, ხო, ამას თავის საფუძველი აქვს და ამის გადაჭრის პრობლემა, ამის გადაჭრის შესაძლებლობაც არსებობს კონკრეტულად ევროკავშირის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, არსებობს კონკრეტული რეფორმების გეგმა და ეს ყველაფერი რო შესრულდეს, ურთიერთობებიც ავტომატურად აღდგება. ანუ ეს მოიცავს პირველ რიგში ანტიდასავლური რიტორიკის შემცირებას, გაქრობას და იმ რეფორმების განხორციელებას, რაც გაწერილია შესაბამისი რეკომენდაციებით და რა თქმა უნდა ამისთვის საჭირო არის პოლიტიკური და საქართველოს დაბრუნებას დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, ჩარჩოში. შესაბამისად ამ წინაპირობების შესრულებაზე არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის წარმატება და ასე შემდეგ. თუმცა რასაც დღეს ჩვენ ხედავთ, ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება და საპირისპირო ხდება ევროკავშირთან მიმართებით. შესაბამისად ჯერჯერობით ამის ასე ვთქვათ ტენდენცია არ შეიმჩნევა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხი ხო ნახეთ, რომ დღის წესრიგს ჩაემატა საგანგებოდ და ამ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. გუშინ ამ შეხვედრის წინ გაკეთებული განცხადებები ვნახეთ, იყო ძალიან მკაცრი და კრიტიკული. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბევრი აღარაფერი ვიცით, უბრალოდ გვითხრეს, რომ კი დადასტურდა, რომ საქართველოში ვითარება ძალიან რთულდება და მივუბრუნდებით კიდევ დეტალებში შევალთ შემდეგ სხდომაზეო, უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა. რა უფრო მძიმე დეტალებს შეიძლება ველოდეთ საქართველოსთან მიმართებით? ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებით განან მაგალითად უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხის წინაშე, რაც მოხდა დიპლომატიური პასპორტების შემთხვევაში. რა შეიძლება იყოს უფრო დიახ, ზოგადად მოსკოვის მექანიზმის ანგარიშმა მნიშვნელოვნად შეცვალა საერთაშორისო დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხდება ამ ანგარიშისაც დაკრინება და ასე შემდეგ, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ანგარიში. ცოტა მინდა ორი სიტყვით ეუთოს შესახებ ვისაუბრო. ანუ, როდესაც იმიტომ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან ეუთოს სანდოობასთან და ამ ანგარიშის სანდოობასთან დაკავშირებით და ზოგადად ეუთო წარმოადგენს ორგანიზაციას, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ეუთოს სივრცეში პირველ რიგში კონფლიქტების გადაჭრის საკითხს, მოგვარების საკითხს, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს და არჩევნების მონიტორინგის საკითხს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფუნქციებისა, რაც გააჩნია ეუთოს. წლების განმავლობაში საქართველოსთვის ეუთოს ჰქონდა ასე ვთქვათ კრიტიკული მნიშვნელობა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთან მიმართებით და შესაბამისად ეუთო არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ერთი მხრივ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ყოფნას ინარჩუნებს და მეორე მხრივ ამ მექანიზმის საშუალებით ხდება რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც დღეს შერაცხულები არიან deep state-ის წარმომადგენლება და საქართველოს წევრებას, სწორედ ისინი, ასე ვთქვათ, ამ საკითხის წინ წაწევას ახდენენ ხოლმე ეუთოს ფარგლებში და
შესაბამისად, ეს საკითხიც დღემდე აქტიურად დღის წესრიგში გამოდგას, როგორც ეუთოს ფარგლებში, ასევე სხვა ორგანიზაციების თუ ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად მუშაობდით ყოველთვის ეუთოსთან და არასდროს არ ყოფილა რაიმე კითხვის ნიშანი ეუთოს სანდოობასთან დაკავშირებით, მათ მიერ ჩატარებული სამუშაოსთან დაკავშირებით და იგივე არჩევნების მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო, ანუ ბოლო წლების განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები იყო თუ სხვა ტიპის არჩევნები, ყოველთვის ეუთოს ანგარიში გამოიყენებოდა როგორც ერთგვარი რეფერენსი დაკავშირებით წინა ანგარიში ქართული მოძრაობამ იგივე 2020 წლის მოვლენები რო გავიხსენოთ, როდესაც ოპოზიცია არ შედიოდა პარლამენტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ეუთოს ანგარიში და ეუთოს დასკვნა იყო არჩევნთან დაკავშირებით, რის გამოც მერე გადაიდგა ნაბიჯი და ოპოზიციური პარტიები შევიდნენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთ სივრცეში რომ მოვაქციოთ, ჩვენ ვნახავთ, რომ ეუთოს მიმართ ყოველთვის ნდობა არსებობდა, საერთაშორისო ნდობაზე არ მაქსავდა კონკრეტულად საქართველოს მხრიდან და დღეს, როდესაც ესეთი ტიპის ანგარიში დაიდო, უკვე რაც კითხვის ნიშნები გაჩნდა. ასევე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იყო, მან საუბარი იყო ექსპერტზე, რომელიც დაახლოებულია პოლონელ ექსპერტთან. თუ გადავხედოთ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოებს და მათ საკანონმდებლო ორგანოებს, ჩვენ ვნახავთ, რომ ზოგადად ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, როდესაც შენ ყავს კონსულტანტები, მაგრამ ის კონსულტანტის ყოლა არ ნიშნავს იმას, რომ ის რაღაც შენ ინტერესებს ატარებს და ასე შემდეგ. ეს არის უბრალოდ რაღაც საექსპერტო ჯგუფების სხვა ტიპის კონსულტანტები, რომლებიც რაღაც კონკრეტულ საკითხზე მუშაობენ და ამაში გამოიხატება მხოლოდ მაგათი, ასე ვთქვათ, სამუშაო. იგივე პრაქტიკა ჩვენთანაც იყო არაერთხელ, მაგრამ რახან შენ ყავს კონსულტანტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ინტერესებს ატარებს. ის არის სხვადასხვა ფორმის ხორციელდება. ხო, ასეთი ადამიანების მიმართ ახლა განსაკუთრებული აგრესია აქვს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მათგან ისმის კრიტიკა მაგალითად ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიანი, რომელიც მომხსენებელია საქართველოს საკითხზე და ძირითადად კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე მის მიმართაც ასეთი ძალიან ხო, ევროპარლამენტის რეზოლუცია შევადართ მოსკოვის მექანიზმის განსხვავებული არის, იმიტომ რომ აი შეხედეთ აქ მარტივად არის სიტუაცია, რეზოლუცია ესეც არ არის, მაგრამ აქ ცოტა განსხვავებული მიდგომა არის. რეზოლუცია ხშირად არის გაჯერებული უფრო პოლიტიკური დგენელით ხოლმე, თუმცა ეუთოს შემთხვევაში ეს არის ეგრეთ წოდებული ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიში ხოლმე, სადაც ხდება კონკრეტული ფაქტების გაანალიზება და ამ ფაქტებიდან ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სასამართლოში რომ წავიდეს დავა, მისთვის პირიქით კარგია, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში მოიგებს რა პერსპექტივას გადავთქვათ. ვერ გეტყვით ახლა მომავალში რა მოხდება, როგორ მოხდება, თუმცა რეალურად ეს რეკომენდაცია ჩადებული არის ამ ანგარიში და თუ თქვათ მოხდება ამ საკითხის ინიცირება და საქმის აზრა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის. თუმცა არაფერი არ უნდა გამოურიცხოთ, იმიტომ რომ ეუთოს ანგარიში როგორც წესი ხოლმე მისი რეკომენდაციული ხასიათიდან გამომდინარეც კი ქვეყნების ძირითადი ნაწილი ყოველთვის მხედველობაში იღებს და ამ რეკომენდაციებს ასრულებს ხოლმე, ამას გვიჩვენებს მრავალწლიანი პრაქტიკა და ამ შემთხვევაშიც არ გამოურიცხავ, რომ რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ინიციატორმა ქვეყნებმაც გარკვეული ნაბიჯები გადადგან ამ მიმართულებით. კი ბატონო, და აი ისე უნდა დაუბრუნდეთ ევროპარლამენტს. განხილვა იყო ხო, რამდენიმე დღის დებატები იყო საქართველოს შესახებ, რის შემდეგაც მიიღეს რეზოლუცია და ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ საქართველოს დღის წესრიგში ისევ დგას და ეს არისო მთავარი და მნიშვნელოვანიო. თუმცა რას აძლევს ეს ქვეყანას? არის ეს იმისი გარანტია, რომ საქართველოს არ ჩამოვა დღის წესრიგიდან და ეს მას პერსპექტივას, პოზიტიურ პერსპექტივას უქმნის? თუ პირიქით მუდმივად დღის წესრიგში ყოფნით და რაღაცა ნეგატიურ დინამიკაზე ხაზგასმით, შეიძლება ეს პერსპექტივა კიდევ უფრო ცუდი მოუტანოს ქვეყანას? მე არ ვფიქრობ ამას ნეგატიური გავლენა რო ქონდეს. რეალურად საქართველოს საკითხის დღის წესრიგში ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ინტერესი, ევროკავშირს უნდა რომ საქართველოს გახდეს მისი წევრი და არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები, რომ რეალურად ქართულ ხალხს ევროკავშირი მხარს უჭერს და ეს პროცესი გაგრძელდება. შესაბამისად, რაც უფრო აქტიურად იქნება საქართველოს საკითხი დღის წესრიგში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი არის ეს ზოგადად იმ არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. შესაბამისად, ეს მოსკოვის მექანიზმიც ამის მნიშვნელოვანი მაგალითი არის, იმიტომ რომ ამ მექანიზმით ფაქტობრივად საქართველოს ამ მექანიზმა, ასე ვთქვათ, კიდე ერთი დამატებითი საერთაშორისო ბერკეტი მისცა საერთაშორისო საზოგადოებას იმისთვის, რომ გარკვეულწილად ამ პროცესებში და პროცესებზე რაღაც გავლენა მოახდინოს. შესაბამისად, არანაირ პირიქით, რაც უფრო
აქტიურად იქნება დღის წესრიგში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მეტ ინტერესი არსებობს და სურვილი და მზაობა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და საბოლოოდ გახდეს და ეს ნიშნავს კიდევ რომ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აძლევენ შანსს იმისთვის რომ ვითარება შემოაბრუნოს და რამდენ ხანს შეიძლება ეს ამან გასტანოს. იცით რა არის, ანუ როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება კონკრეტული საკითხებთან დაკავშირებით და წინაპირობები მოვისმინეთ, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან. ხო, ანუ ის წინაპირობები, რაზეც არის საუბარი, თუ შესრულდება, რა თქმა უნდა, შეიცვლება რიტორიკას, თანამშრომლობის ხარისხიც შეიცვლება და ასე ვთქვათ, დადებითი ტენდენცია გაჩნდება ჩვენს ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, ხა ამ სიტუაციიდან გამომდინარე ეს რეკომენდაციები არის შესაძლებელი და თუ შესრულდება, მე ვფიქრობ, რომ არ იქნება პრობლემა, რომ რაღაც ასე ვთქვათ, ყინული დაიძრას და ეს ურთიერთობები პოზიტიურად წავიდეს. თუმცა დღეს რასაც ხედავთ, ეს არის პოლიტიკური ნების არარსებობა და ამ ვითარებაში ნამდვილად არ მგონია მე შეიძლება. აი ისევ ევროპარლამენტს რომ დაუბრუნდეთ, იქ გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, ხო, გვესმის რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. ჯერ ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ამბობდა ამას, მარკეტა გრიგოროვა თუ არ ვწდები, რომ გვესმის რომ ახლა ჯერ სანქციების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია, იმიტომ რომ ორი ქვეყანა ძირითადად ბლოკავს უნგრეთზე და სლოვაკეთზე არის ლაპარაკი ამ საკითხს. მაგრამ კითხვას ვამდა ის რა საკეთებს დანარჩენი 25 ქვეყანა ევროკავშირის. ხომ შეუძლიათ მათ მუდმივად იყო ამ დებატების დროსაც მოწოდებები, რომ უფრო ქმედითად უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით. ეს ვარიანტი რამდენად რეალურია, არ ვიცით უნგრეთში შეიძლება ისედაც შეიცვალოს ახლა სულ ცოტა ხანში არჩევნებს და ვითარება, მაგრამ ის რომ ცალკეული ქვეყნები უფრო გააქტიურდნენ და ინდივიდუალური სანქციების რეჟიმი დაუწესონ საქართველოს, რამდენად მომწიფდა თქვენი აზრით ამაზე? ხო, ეს რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან გარკვეული სანქციების დაწესებები და ეს ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს განსაკუთრებით მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შემდგომ, იმიტომ რომ ევროკავშირის უმეტესობა ავტომატურად ეუთოს წევრიც არის და შესაბამისად ისინი აქცევენ ამას ყურადღებას. თუმცა ისევ და ისევ თქვენ სწორედ აღნიშნეთ, უნგრეთში დაგეგმილი არჩევნების შედეგი იქნება გავლენა ამ პროცესზე. თუ შეიცვალა უნგრეთში მთავრობა, შეიძლება მთლიანად უნგრეთის პოზიცია შეიცვალოს. თუმცა ჩვენ არ გვაქვს საბოლოო პასუხი სიტყვაზე თუ მოვიდა ახალი ხელისუფლება უნგრეთში, რა პოზიცია ექნება მაგათ საქართველოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვისმენთ, რომ შეიძლება ვითარებაო, ისინი მხარს დაუჭერენ სანქციებსო და ასე შემდეგ. თუმცა ამის გარანტია ნამდვილად არ არსებობს, იმიტომ რომ თუმცა არის ვერსია, რომ შეიძლება უნგრეთის პოზიციის ბლოკირების მექანიზმი შეიქმნას. ხო, უნგრეთის ბლოკირების მექანიზმი ცოტა რთული საკითხი არის, იმიტომ რომ მან ძირითადად ევროკავშირის გაწყვეტილების მიღებები დაფუძნებულია კონსენსუსზე და ევროკავშირის წევრობა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი არის ის, რომ შენ ხმა ევროკავშირის გაწყვეტილების მიღებაში და როდესაც შენ დაგიბლოკავენ ამ ხმას, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შენი, ასე ვთქვათ, ქმედითუნარიანობა და წევრობის ხარისხიც ევროკავშირში და ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამაზე ნაადრევია საუბარი, თუმცა მომავალში ჩვენ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი, ყოფილი დიპლომატი იყო ჩვენი სტუმარი. და